მოგესალმებით ეთერშია სივრცე დიალოგისთვის. მე თამთადოლიძე გახლავართ და დღევანდელი ჩვენი ეთერის სტუმარი გახლავთ ბატონი პაატა კუნჭულია. მოგეხსენებათ, რომ ის არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი პარტია ქართული ოცნებიდან. მოგესალმებით ბატონ პაატა, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ეთერში ხართ და ჩვენს კითხვებს და ინტერესს შეძლებთ და გასცემთ პასუხს. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა მადლობა გამოუცხადო ჩვენს გუნდს პარტიას ნდობისთვის და დიდი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მე მივიღე და მზად ვარ, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობა ჩემს ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, გავიზიარო ჩემ მოქალაქეებთან ერთად. კი ბატონო. სწორედ ეს ნაწილი არის მაყურებლისთვის საინტერესო. თქვენი ბიოგრაფიაც, ანუ რა ხდებოდა იქამდე, ვიდრე გადაწყვეტდით, რომ ამ შემოთავაზებას დათანხმებოდით და თქვენი ბმა ოზურგეთთან, როგორც აღნიშნეთ, აქ დაიბადეთ და გაიზარდეთ. ამიტომ თქვენ შესახებ რო ცოტა მეტი გვიამბოთ, რომ გაიგოს მაყურებლობა. დავიბადე ქალაქ ოზურგეთში, მყავს მეუღლე და ორი შვილი. დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი. 13 წლის განმავლობაში ვიმუშავე ფინანსურ სისტემაში, კერძოდ საბანკო სექტორში, სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე. ვიყავი სასწავლებლად, გავიმგზავრე ინგლისში, სადაც სამუშაო მიზნით ლონდონის ერთ-ერთ კომპანიაში მივიღე პრაქტიკული გამოცდილება ასისტენტის ზოგადი ადმინისტრირებისა და საბაზისო ბუღალტერიის განხრით. ვიყავი ერასმუს მუნდუსის პროგრამის სტიპენდიანტი. აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით 1 წლის განმავლობაში ვიმყოფებოდი ერასმუს მუნდუსის პროგრამის პრაგრებში საბერძნეთში. გახლავართ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი, ბიზნესის ადმინისტრების დოქტორი, ალტე უნივერსიტეტის პროფესორი. ასევე გახლდით საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. 2019 წლიდან გახლავართ ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუნარიანობის ასოციაციის ბრიპას წევრი. 2019 წელს ასევე გახდით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი და ასევე გახლავართ სამეცნიერო საბჭოს წევრი. კი ბატონო, ძალიან შთამბეჭდავია განათლების და გამოცდილების ის დონე, რომელიც გაგვაცანეთ, თუმცა ასევე საინტერესოა ძალიან მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდეთ და დაიბადეთ ოზურგეთში, დღევანდელობას ოზურგეთის რამდენად კარგად იცნობთ და რამდენად კარგად იცით, რა ხდება ჩვენს მუნიციპალიტეტში და რა საჭიროებები და პრობლემები აქვს ზოგადად და ინტერესები მოსახლეობის. დიახ, მადლობთ კითხვისთვის. ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტი და არის და გეგმები არის ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის ზრუნვა. ამიტომ მე მზად ვარ ჩემს გუნდთან ერთად მსგავს საჭიროებებზე ვიმუშაო. დავიწყებდი იმ პრიორიტეტებით, რომელიც მიმდინარე პროექტებით, უბრალოდ რომელიც ჩვენს ოზურგეთში, ჩვენს ქალაქში მიმდინარეობს, გზების რეაბილიტაცია, სასკოლო და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ასევე ამ პროექტებთან ერთად ყველაზე მასშტაბური პროექტიზე მინდა რომ ხაზი გაუსვა, რომელიც არის წყალმომარაგების 24 საათიანი პროგრამის და პროცესის სრულყოფილებაში მოყვანა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით არსებობს ისე მრავალი გამოწვევა. სოფლებში საჭიროებს წყალი, არის წყლის დეფიციტი, ასევე შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია არის განსახორციელებელი. მე არაერთხელ მithქვამს და აღნიშნავს და აქაც აღნიშნავ, რომ ჩვენს გუნდთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ საჭიროებებს გულისხმობ, ვიმუშავებ და რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი მიზანი არის, რომ ეს საჭიროებები და ეს პრობლემები მოვაგვაროთ. კი ბატონო.
პოტენციალი საკმაოდ დიდია გოზურგაც. მიმდინარე პროექტებიც ბევრი ჩამოთვალეთ, თუმცა საინტერესო კონკრეტულად გეგმა, როგორც მივხვდი, აპირებთ რომ ეს პროექტები და ამ ტიპის პროექტები გაგრძელდეს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს გულისხმობ და მოსახლეობის პრობლემები მაქსიმალურად იქნას მოგვარებული. თქვენი აზრით, რა არის ძირითადი პრობლემები, რომელიც დღეს ოზურგეთს აწუხებს და რამდენად მნიშვნელოვანია არჩეული მერის მხრიდან ამ ყველაფერზე მუშაობა? აღნიშნავ იმას, რომ მე ჩემს ძლიერ გუნდთან და გამოცდილ გუნდთან ერთად ძალიან ბევრი პრიორიტეტები და გეგმები გვაქვს, რომელიც ჩვენი პირველ რიგში იმ საჭიროებებს უნდა ემსახურებოდეს და მოემსახურება, რომელიც ჩვენ ქალაქს, მოქალაქეებს და საზოგადოებისთვის გეგმებში და იმ საჭიროებებში შედის. რა თქმა უნდა, ჩვენ გეგმაში შედის პირველ რიგში ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი არის და იქნება განათლებისა და სპორტის მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა ამ მიმართულებით, ასევე იქნება სოფლის ცენტრების რეაბილიტაცია, კერძოდ ის სივრცეების და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, კეთილმოწყობა, რომელიც კარგი იქნება როგორც ახალგაზრდებისთვის და იმ სოფლისთვის, რომელიც საჭიროებს ასევე ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნეს პროექტების ხელშეწყობა. ასევე მინდა ხაზი გაუსვა ტურიზმს, ტურისტული ლოკაციების პოპულარიზაცია და რა თქმა უნდა ფესტივალების ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობის სისტემური განვითარება. პრიორიტეტები, სამუშაო ბევრია, პრიორიტეტების და გეგმების ბევრია, ასე რომ ჩვენ გუნდთან ერთად და რა თქმა უნდა გუნდთან ერთად ჩვენ მოქალაქეებთან ერთად ეს ერთად უნდა გადავწყვიტოთ ეს აუცილებელი კეთილდღეობისთვისაც აუცილებელია. კი ბატონო, თუმცა იქამდე წინ გვაქვს 4 ოქტომბერი და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ იმ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, არ დაუსახელებიათ თავიანთი კანდიდატები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თუმცა რა სიტყვოდით ზოგადად ამ პარტიების შანსებზე და როგორი არის თქვენი მოლოდინები 4 ოქტომბრის შედეგების მიმართ? დიახ, მადლობა კითხვისთვის. დავიწყებდი იმით, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კონკურენტი. მართალი გითხრათ, მე არ ვფლობ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ჩემი ქალაქისთვის აუცილებელია ის გამოწვევები, რომელიც მე ჩემს მოქალაქეებთან ერთად უნდა გავიზიარო და ეს არის ერთ-ერთი დიდი, ასე ვთქვათ, ჩემთვის ყველაზე მეტად კონკურენტული საჭიროებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბევრი გვექნება სამუშაო, ვიმუშავებ მომდევნო 4 წლის განმავლობაში აქტიურად იმ საჭიროებებზე, იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც დგას და იქნება აუცილებელი ჩვენი რეგიონისთვის და ჩვენი ქალაქისთვის. ეს ჩემი ბოლო კითხვა იქნება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე რა სიტყვით, მე აღარ ჩამოვთვლი დეტალურად და აღარ განვიხილავ, ისეთ ცხადია, რას გულისხმობ დღეს, რაც მიმდინარეობს მოკლედ საქართველოში. რაც შეეხება თქვენს კითხვას დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით, თუ როგორი მდგომარეობა, ჩვენ ასე ვთქვათ, ვხედავთ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ პარტია წოდებული სუბიექტები მოქმედებენ ქვეყნის გარედან შესაბამისი მითითებებით. ამიტომ ისინი ყოველთვის ეცდებიან და ცდილობდნენ იმოქმედონ საარჩევნო კამპანიაში მცირე არეულობით და აქედან გამომდინარე საარჩევნო ველზე შეიტანონ ეს მცირე არეულობა. ამიტომ ჩვენ კარგად ვიცით მათი განზრახვა, ისიც ვიცით, რომ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, როდესაც შენ არ გიყვარს შენი ქვეყანა და ის ხალხი, ვფიქრობ, რომ იმის იმედი, მხარდაჭერის იმედი არ უნდა გქონდეს. შესაბამისად, ქართული ოცნების პარტია
წარმატებით გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს აუცილებლად 64-ვე მუნიციპალიტეტში და აქედან გამომდინარე ოზურგეთი იქნება ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი, სადაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამომტარებელი პარტია გაიმარჯვებს ქვეყნის წინააღმდეგ და ასე ვთქვათ მოძალადე პარტიაზე. დიდი მადლობა ეთერში სტუმრობისთვის, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და მადლობთ თქვენ, მადლობთ მოწვევისთვის, დიდი მადლობა. ასევე მადლობა და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ საუბრობდით ბატონ არტა კუნჭულიასთან ერთად, ის გახლავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი პარტია ქართული ოცნებიდან, მე კი მომავალ ხუთშაბათს დაგიბრუნდებით, კარგად გრძანდებოდეთ. მადლობთ.